სამხედრო მეთაურებს და მითითებებს აძლევდა და დავალებებს აძლევდა. აგერ ვანო მერაბიშვილი თვითონ გუშინ გამოწყდა, რომ ყველა ფუნქციას ამ ქვეყანაში ლამისის ითავსებდა და დღეს ვიცით, რომ მშენებლის ფუნქციას ითავსებს, თუმცა სხვა დატვირთვით ითავსებს ამას, რომ დევნილებში პროტესტის გრძნობის თუ რაიმე ნიშანწყალი შეიძლება არსებობდეს, რომ იმის ჩაკლა უშიშროების მეთოდებით ხდებოდეს. გიგი უგულავა იგივე იმის მაგივრად, რომ ქალაქს მართავს ტელევიზიებს და გიგი უგულავასთან შეთანხმების გარეშე 1, 2 და 3 ტელევიზიაში არ გადის არც ერთი სიუჟეტი. ეს ყველაფერი ხომ მიუთით პარლამენტს რო თავისი ფუნქცია არ აქვს, ეს ყველამ ვიცით და საერთოდ კონსტიტუციითაც არ აქვს, მაგრამ ამ შემადგენლობამ პარლამენტისთან საერთოდ ანეკდოტად გადააქცია და ანულირება მოახდინა პარლამენტისა. ამ ქვეყანაში არავინ არცად თავის ფუნქციას არ ასრულებს. სააკაშვილი თვითონ როგორ მართავს ქვეყანას, ეს ვიცით და მისი სტილი მართლობის და როგორ არის. ის მართავს ქვეყანას ტელეკამერით. ვირტუალური ქვეყანა შევქმნით ამ ხნის განმავლობაში, ის ყველაფერი რაც არსებობდა კლიპებში, რატომ გაიხსენა დღან და მე მინდა გავადევნოთ თვალი, როდესაც სამხედრო აღმშენებლობაზე იყო საქართველოში გაუთავებლად ლაპარაკი, ჩვენი ბევრს არ ეხმოდა მაშინ, როცა მემარჯვენეები გამოდიოდით და ვამბობდით, რომ ყველაფერი სწორად არ კეთდება. და ჩვენ ამას ისე ახირებულად და აპრიატებულად კი არ ვამბობთ, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს სამხედრო ექსპერტებისა, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს ბიუჯეტის მცოდნეებისა და ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. მაშინ ჩვენ გვეუბნებოდით, რომ თურმე ჩვენ არ გვიხარია ქვეყნის გაძლიერება და ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ ვამბობდით, რომ არასწორ სტრატეგიაზე ეწყობა სამხედრო უწყება და ჯარი. აღარაფერს ლაპარაკობ რეზერვისტებზე, დღეს აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს. მაინც და მაინც აგვისტოს მოვლენები და ეს ავანტიურისტული გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო საჭირო იმისათვის, რომ მთელ ქვეყანას დაენახა, რომ არასწორად იხარჯებოდა ფული, არასწორი მიმართულებით, არასწორი სტრატეგიით და რაც მთავარია, ჯარის ბრძოლის უნარიანობის ჩამოყალიბება არ ხდება 2 წელიწადში და კლიპებით მხოლოდ. ჯარის ბრძოლის უნარიანობის ჩამოყალიბება ხდება საკადრო ოფიცრების მომზადებით, მეთაურების მომზადებით და შემდგომ უკვე ჯარისკაცების მომზადებით, რომელსაც სერიოზული გოლფმარშალების დროის და იქა ვერ მოვისმენთ ჩვენ რა სტრატეგია რა ისე რა ქვია წინაპირობებით შეიძლება სახელმწიფო ამდენი იარაღი. ეს უბრალოდ ჩამოწევდა ეს უცნაური ტანკები, რაში შეიძლება თუ კი ესეთი თავდაცვითი ომები იყო. თავდაცვითი ომების დროს ეგება სხვათა. არ შეიძლება ამაზე ვინა თუ თავისაიარ კანტორას არ შეუძლია შეგეცდებას, ჩვენ მაინც დავასწრებინა. იგივე ბაზოდა ხელაო. ძალიან კარგი საერთოდ მენეჯერის და საერთოდ სიტარბეგავს მენეჯერებისა და ზოგიერთი ვინდა პროფესიონალი გამოვიდეს ვანო მერაბიშვილის კანტორიდან და გვითხრას ერთი რომ აშენებს ამდენად ქალაქს ენდერი სადმე გამოცხადდა ბლოკებზე მე ვიცი მაგალითად ბლოკების თურქეთიდან შემოვა ესეც სისულელე როგორ შეიძლება 1000 კილომეტრი შეიძლება გითხრას ვანო მერაბიშვილმა ხელშეკრულებები თუკი დაიდო ვინმესთან ენდერი გამოაცხადა ფულს აკეთებს ბატონ დავით ესე იგი მოდით ცოტა სადა მაგაზე გიყავ აი ამ კომისიაზე ვიტყვი კიდევ არ შეიძლება ავხოთ სიმართლეს ეს კომისია ვერასოდეს ვერ იტყვის იმიტომ რომ კომისია როცა არ არის დამოუკიდებელი როცა ის კომისია შექმნილია იმისთვის რომ სიბინძურეები დამალოს და საზოგადოებას რაღაც თავისი შეთქმული ვერსია გამოუტანოს ეს კომისია ალბათ შეიძლება რაც შეიძლება მალე დაამთავროს თქვა თავის საქმიანობა და ჩაიკეტება კაბინეტში იტყვის დაწყნებს ეს ალბათ უკვე დიდი ხანია დაწერილია და რასაც უნდა დაწეროს რომელიც დავითაიამ უნდა დაახმაუროს და უნდა უთხრას თქვა მოსახლეობას და შესაბამისად ჩვენ ამადგან სიმართლეს ვერ გავიგებთ მაგდად ვიღა იზრო როცა ჩვენი მსვენელი მოსახლეობა საქართველოში ძალიან კარგად გაიგებს რა იყო როგორ მოხდა იმიტომ რომ თავისთავად ისტორია ფაქტებს რა თქმა უნდა ვერ დამალავს და ის რომ მოსწრებაზე იქნებიან მე უკვე სხვანაირად აჭიკჭიკდებიან აი ეს დღევანდელი ჩვენი ორატორები ასე ზოგი წაგეფოსობის დატვირთული და ზოგი გადაახსნა აღარიც და დაბნეული იყო და ზოგი მაგასაც ვერ კითხულობს და საერთოდ რა თქვას არის ძალიან საინტერესო ადამიანები იქნებიან დასაკითხი ჩემის აზრით არ ვიცი დაგითხოვენ თუ არა და ძალიან ბევრი რამე საიხილება თვალი ოღონდ რა თქმა უნდა ხა დავითაიას კომისიას ამაზე არასოდეს პრეტენზია არ უნდა გქონდეს თქვენ თუ ჯერათ ან ვინმე თუ ჯერა ამისი ავიცი ნეტარ არიან მოწმუნე რა შეიძლება არა ბუნებრივია თავისთავად ხადია ამ კითხვებს საზოგადოება დასვას ამ კითხვებს ჩვენ პოლიტიკური პარტიები რა თქმა უნდა დავსვათ და
დრო მოვა ეს ადამიანები პასუხისმგებენ იმაზე რაც გააკეთეს კარგი გააკეთეს მადლობას ვეთქვით განაშაული ჩაიდგეს რა პასუხი უნდა გქონდა ამას ეხლა რაც შეეხება ამ შენობებთან დაკავშირებით ერთი ფაქტი მინდა გითხრათ რა იგივე აი ელიავას ბაზრობაზე ამასთანავე ეს ჩემს ახლობელს დასჭირდა ჩვეულებრივი შუშა სახში რო ჩაეშო შუშა ვერ იშოვა მე ვკითხა რომ ეს შუშა საერთოდ ქალაქი არის შოვა გამინტერესებს მე რაშია საქმე და რომ ძალიან მარტივი ახსნა იყო იმისი რომ დაერიას უყადა ამ შუშით შემომძანებს უბრალოდ აი შენ ახლა აი ამდენ 1000 კვადრატულ მეტრს მიიტან იქ შენ ამდენს მიიტან იქ განუცადლოს ფასად აი ამ ფასად მიიტან და ახლა იმ თავის პატარა მოგება და მარჯა ყველა კომპანიასთან შემოაყალიბე უკვე ტრანსპორტია ფუშეთის ხო ნუ რაღაცა კაი დაპირდნენ რომ მოგცეს მაგრამ სულ ბოდიში ტერმინზე გადააგდეს ასე თქვა და არავის თანხა არ მიცეს ამ მიცეს რაღაცა ძალიან მიზერო დიდ ძალაში დავიდნენ ისინი იგივე იყო კალფანჯრებზე იგივე იყო შუშით დავიდნენ შუშა დასაც მე შევესწავლე საერთოდ შუშა მე ვისაც გქონდა შუშა ყველამ გააჩერა აღარ შემოვიტანა და თუნდაც საფრთხე ჰქონდა ყველამ დაკეტა საწყობილებს აღწერა აქვს რაღაცა მე ამ აღწერაზე დაკეტილ საწყობილებს მიადგა მთელი ეს პოლიცია და 1000 სტრუქტურა კიდე რომ იქიდან გამოიდანოთ ეს ყველაფერი ეხლა იგივე ბლოკი რო ახსენეთ ბლოკის დამამზადებელი უამრავი ასობით თუ არა 10-ობით საერთოდ თბილისში და თბილისის შემოგარენში და მე რაიონებში რა უნდა იმ ბლოკის გაკეთებას ხო ხალებებია ჩაასვან არც ერთი ბლოკი ასეთი საქმე არ მოხდა და იგივე მიადგინავს და შენ ამდენ მეიტანი რატო ვაგემენები არ სამსახურის ბაქი ინჟინერი გახდა უცებ შეგა საქმეთა მინისტრი ხო იმიტომ რომ ეს დაშინების მეთოდი და ის უნდა ეშიოდეს და თორემ და დაგიჭე ამიტომ სულ ყველა გაჩერდა და ბლოკის წარმოებები თუ აღარაა მართლა თურქეთიდან შემოიჭრნენ იმ ბლოკს რომელიც ბილიონობით იწარმოებოდა კვირაში საქართველოს გავიგე ამ ამბავში თურმე ეს საბაზო ეს რომ ნულზე ჩამოიყვანეს თურქეთად იქედან ის ძალიან იაფია ვიღაცა ლობილებს აი ტენდერი გამოცხადებული იყო დაწესებული იყო ამ იქეცება ფული ეთქობა იქეცება ფული იქიდან შემოვიშვი შეგითხრათ რა ეკონომიკური ეფექტია თურქეთიდან შემოწარო თუ საქართველოს როცა ბილიონობით კეთდებოდა საქართველოში ყოველ ქუჩაზე თითქმის და ყოველ პატარა სოფელში ახავდა დამლო არ მინდა შორებზე გავახსენდე მაგრამ იქაური ფიშა რა შემცველობისა რა უკვე ეფექტია ვიხრა ვიღაცა ვა ეს ანუ აი არ შეიძლება ეს უტენდეროს როგორ შეიძლება სახელმწიფო ორგანიზაციებმა შინამა საფედა სამინისტრომ შეცდები უკანონობა არ არის აი სა კონსტიტუცია მოიდეს იღლიაში და ისე და დადიანო არ არის ეს სწორი ამას მივხვევათ იმამდე უკვე ამასთანავე ჩავფრინდით ამასთანავე სტაბილურში მომიწია ჩაფრენა ბატონ დავითა ერთ-ერთი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მგზავრობდა ცილფრენავით რო ჩავედით აეროპორტში მეუბნება რომ აი თქვენ ვაკეთეთ ერთი ამბავი მაშინ განსხვავდა თავის ვიცეს გამარჯობა თურქულ კომპანიას იქ კიდე ჩელები იყო მეორე და იქ მაშინ ყველა სულ არ უცხეს ავსტრიელებს იქნეს და ეს რო აშენებინათ ექენი განთქმული აეროპორტი ნიუზე რო სახურავი არა და იმაზე რო იბურე ხო და აი ეს ვაკეთეთ ეს აეროპორტიც ხო თავის აშენებულია სტამბოლის აეროპორტი და თავის აშენებული და მე მოვატრიალე და დავანახე აი სახელურიდან დაწყებული არ ვიცი ერთი ექსკალატორები თუ დამკვიდრე შეადარეთ ხო და შეადარეთ ხო იმიტომ რომ როგორც უკვეთავ რასაც უხდი ხარისხისაც ვიქნებ იგივე ახლა თქვენ რომ ძალიან ამ ბლოკებში რასაც უკვეთავენ გასაგებია რამდენს უხდიან იმაში კიდე ეგრეთ წოდებულ აკაკებს რო აიღებენ აქ თელეს ხელისუფლება და ამაში აკეთებენ ფულს და მე ბევრ ფულს რო გააკეთებენ და უკვე რო გამოჩნდება ყველაფერი მე გარბიან ეხლა ვინ გაიქცა და ვინ არ გაიქცა ნამდვილად კონკრეტულად არ ვიცი შეიძლება ზოგი წასულია და არ ჩამოვიდეს მაგრამ ფაქტი ერთია რომ ამ ქვეყნიდან ამათ სუბიექტური გადაწყვეტილებები დაღუპავს ამ ქვეყანას ბატონო დავით მე ამ დასკვნამდე მივედი აი მოსმენები და ხო იმ აპრესიონი დაიწყება რუსები ისევ იზარდა მე დავუდა აი სულეული გადაწყვეტილებები აღარ იქნას მიღებული რაც ითქვა შინდელი დღე ხო ეს უკვე ემსახურებოდა იმას რომ გაენეიტრალებინათ ის ინფორმაცია რაც თითქმარიშვილმა თქვა ამ პოლიციაზე ანუ მერაბიშვილმა აიგდო ასე ვთქვათ თვითონ თითქმარიშვილის თემა და თქვა რომ ჩვენ ეგ ისე გაუშვით იქა და ანეკდოტებს ვიყვებოდა იქედანო ამაზე დიდი სისულელე რა უნდა თქვა შინაგან საქმესა და უშიშროების მინისტრმა თუ ქვეყანასთან ხარ ლამის საომარ მდგომარეობაში აგვისტოს მოვლენებამდე მოხდა ეს ყველაფერი ხო ამდენი ინფორმაცია არსებობს და ესენი იმუქრებიან რომ რუსეთი ამდენ ხანს აპირებდა ომის დაწყებას ჩვენთან და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით და ჩვენ კი არ დაგვიწყია იმათ დაიწყეს და მანამდე შემოიყვანეს და მანამდე გაიყვანეს და ასე შემდგომ
ასეთ სიტუაციაში ხარ ქვეყანასთან, უზარმაზარ ქვეყანასთან და იქ ელჩს არჩევა ასე არასერიოზულად, თუ ეს ყველაფერი მართალია, რაც ვანო მერაბიშვილმა თავისი პირით მოგითხო. ამაზე დიდი უსუსურობა და ამაზე დიდი უპასუხისმგებლობა რა უნდა იყოს. თავის დროზე მე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური წრეები და ექსპერტული წრეები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან ეროსკის მარიშვილის